გამარჯობა. გაგრძელდა ჩვენი პოდკასტი მე ვარ და დღეს ვისაუბრებ ახლახანს გადაზიარებულ ფსიქოლოგის ვიდეოზე, რომელიც საუბრობდა პარაზიტებზე ჩვენს ცხოვრებაში. და ასეთ ურთიერთობებზე, თუნდაც მეგობრის, თუნდაც შეყვარებულის, თუნდაც მშობლის, ან ასე შემდეგ. ამ პარაზიტებს მოდი მე ჩემი ეზოთერული და ისეთი ხედვით ავხსნიდი და აგიხსნიდი თქვენ მე რა წარმოდგენა მაქვს მათზე და მე პირადად გამოცდილება მივიღე ამისი ალბათ ჩემს სულს სულდა ამ გამოცდილების მიღება ვინაიდან და რადგანაც რახან შენთან მოდის ასეთი ადამიანი და მით უმეტეს მე ძალიან ცნობიერად ვუყურებ ხოლმე რაღაცებს რა მოდის ჩემთან და რატომ მოდის ჩემთან და ანუ წარმოიდგინეთ მოვიდა საჩუქრის ყუთი თქვენთან და ხვდები რომ ამ ყუთში კარგი არაფერი არ დეს, მაგრამ შენ გინდა რომ გახსნეს პანდორას ყუთია, ხო? ანუ უნდა გახსნა ეს, რომ ნახო შიგნით რა არის, რომ მიხვდე რას გასწავლის ეს გამოცდილება. ყოველთვის ყველაფერს ესე უნდა შევხედოთ, აბსოლუტურად ყველაფერს. რაც უფრო დისციპლინას ხვდები, მით უფრო ძლიერ ანათებ, საერთოდ ესეა. ასეთი ურთიერთობის ფონზე მივიღე გამოცდილება იმის შესახებ, თუ რა არის პარაზიტი, ასე ვთქვათ. არა მარტო პარაზიტი, არამედ უსულო კონტრაქტებს დავარქმე მაგას. უსულო ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ესეთი ადამიანები სულს ყიდიან კონტრაქტით. როგორც ასკეზებს აკეთებთ ხოლმე და ასკეზას ჩაუთქვავთ, რომ აი ეს გავაკეთებინე და აი მე ამას გავაკეთებ, ზუსტად ასე შეგიძლიათ და გავუკეთებიათ და ბევრს შეიძლება გაგვიკეთებია ესე გამომოუვალ სიტუაციაში, რომ სულსაც გავყიდი, ოღონდ ეს რაღაცა გამომივიდეს, ან რაღაცა ჩაუთქვი მაგალითად. ოღონდ ეს კივილი მომაშორე და მე არ მჭირდება ესეთი რაღაც სიტყვებს თუ ამბობ და რაღაცა, ნუ შეეცადეთ, რომ თქვენი კონტრაქტი ის სიტყვიერი, ცნობიერი თუ არაცნობიერი გააუქმოთ, რამე რიტუალის სახით გააკეთოთ ეს აქტიურად, სანამ არ იგზნობთ შვებას. ასე ვთქვათ, ყველაფერი არსებობს, დემონებიც არსებობენ, ანგელოზებიც არსებობენ და შეგვიძლია ვთქვა, რომ არც არაფერი არ არსებობს და ყველაფერი ილუზია. კი ბატონო, ყველაფერი ილუზია, მაგრამ ახლა ფეხში დანა რო ჩავერჭო, ეს დანა ჩამერჭობა და მე ფეხი მეტკინება. ეს ტკივილის ილუზიაც მაინც რეალური ილუზიაა. ის რომ რაღაცას მე ვერ ვხედავ, არ ნიშნავს რომ ეს არ არსებობს, ხო ასეა? უკვე ძალიან ბევრი რაღაც დამტკიცდა, რომ დამკვირვებელი არის ის, ვინც განსაზღვრავს რეალობას. ეხლა ნახეთ. ჩემს სამყაროში არსებობენ იუნიკორნები, არსებობენ ანგელოზები, დემონები, ეშმაკები, ყველაფერი არსებობს, ღმერთები და უზენაესი ღმერთი სამყარო კოსმიური გონი. ვიღაცის სამყაროში ისინი არ არსებობენ. და იმის გამო, რომ ის ამას არ აღიარებს, ანუ მე მირჩევნია ყოველთვის რაღაც ვაღიარო, ვიდრე ვთქვა, რომ ეს არ არსებობს. იმის და მიუხედავად, რომ ეს არის რაღაც სიხშირე, რაღაც ვიღაცის სამყაროში და ჩემამდე უკვე მოვიდა ეს, რომ ის არსებობს, ესე იგი ის მართლაც არსებობს. და შესაბამისად, რაც უფრო ბევრ რაღაცას აცნობიერებ და უფრო შლი შენ თვალსაწიერს, მით უფრო მეტი ზეგავლენა გაქვს სამყაროზე. იმიტომ რომ იღებ, რომ ოკეი, ეს არსებობს და მე ეს გამოვცადე. მე მქონია პირდაპირ გეტყვით, ასე ვთქვათ, შეხვედრა ეშმაკთან, მაგალითად. ეს არის ჩემი შინაგანი, ჩემი შინაგანი სარკე. ზუსტად ეს ეშმაკი იყო ის რაღაც მოტივატორი თუ რა ვიცი, ტრიგერი, ანუ ტრიგერი ქართულად როგორა, გამოსაკრავია რაღაც მოკლედ რამაც გამოიწვია ჩემი სულის ბნელი ღამე ძალიან ხშირად მქონია, მაგრამ აი ესეთი რომელმაც გამოიწვია სრული ჩემი ეგოს განულება და სადღაც 2 თვის, 3 თვემდე მანძილზე აი ამ ეგოს სიკვდილს რო ვეძახით, იუნგის ტერმინია, ჩემი არ არის. ანუ მე უფრო დაუძახებდი პიროვნების დაკარგვას რაღაც პერიოდით. ანუ ცოტა ხანი საერთოდ იკარგები იმ რეალობისგან, რაც შენს გარშემო არის, აი დიდი ტკივილის გამო და გამოდიხარ ზუსტად აი ამ ზენ მდგომარეობაში. ჩემში ასე იყო. მე ვყვები მხოლოდ ჩემ გამოცდილებას. მე ვარ ადამიანი, რომელიც არ იმეცნებს არაფერს წიგნებით,
მხოლოდ მას შემდეგ რაც უკვე თავისი გრძნობებით, თავისი გამოცდილებით შეიმეცნებს, წავა გადაშლის წიგნს და აგერ ეს ამას თურმე ეს ქვია. აი ზუსტად ასე მქონდა ასტრალში გასვლაც, რომ თურმე ეს ასტრალში გასვლა, მერე ვიგებ, მერე მოდის ჩემთან ლიტერატურა და ესეც ხო სინქრონულობა, ანუ სამყარო მეუბნება, რომ კი ის რაც შენ განიცადე არსებობს. შესაბამისად მანდ უკვე ჩავედი განაჩრდილთან მუშაობაში, არამედ ჩავედი ანიმა და ანიმუსთან, აი ის ეშმაკის შეხვედრის შემდეგ, გავაცნობიერე ბევრი რაღაც, შეიძლება ყოველთვის ესეა ხო, წიგნს რო ერთხელ წაიკითხავ, შეიძლება რაღაც გაიგო, მერე კიდე პერიოდი გადის, კიდე უფრო მეტი რაღაცა გესმის და ასეა ჩვენ ცხოვრებაშიც, ჩემ ცხოვრებაშიც, ყოველთვის უფრო და მეტს ვიგებ. რა თქმა უნდა, თუ არ მიიღებ მეტ გამოცდილებას, თუ არ მიიღებ იმას, რასაც სამყარო გიმზადებს, შენ გამოცდილებას ვერ გაზრდი. კარგია, რომ ავირჩიოთ ყოველთვის კარგი და მარტივი გზები და მაგალითად ვიტყვი იმას, რომ ძალიან კარგი იქნება, რომ მე უბრალოდ ძალიან მარტივად ვიცხოვრო და ეგო არ მქონდეს საერთოდ, ძალიან მარტივია მაგ პოზიციაში ცხოვრება. არაფერი და არავინ არ გაღელვებს. საერთოდ სამყაროში წდები ქმნადობას, ასე ვთქვათ. განულების პოზიციაში ხარ და ეს რა თქმა უნდა რაციონალური მე რო ირთვება და ემოციური მეც რო ემატება, ანუ განაის რო გავანულო და უბრალოდ ნული ვიყო და მუდამ რაღაც მედიტაციურ მდგომარეობაში ან ბერი ვიყო, კი ბატონო ვიღაც ამ გამოცდილებისთვისაც მოვიდა და ფლაგბამ რუკი, მაგრამ ეს ჩემი არ არის და რა თქმა უნდა არც ის არის ჩემს ზემოთ და არც მე ვარ მას ზემოთ, ხო? უბრალოდ ვინაიდან და რადგანაც მე ამ სამყაროს ვუყურებ ცოტა სიღრმისეულად ან ზედაპირულად, ორივენაირად, ხვდები რომ ამ სამყაროში უბრალოდ იმისთვის არ მოვედი, რომ დავდო ეს ხელები და უბრალოდ ვიყო სიჩუმეში და ვთქვა რომ ყველაფერი ილუზია. არა, ამ სამყაროში იმიტომ მოვედი, რომ მე ეს სამყარო უფრო ღრმად შევიმეცნო, უფრო მეტი კონტროლი ვისწავლო ამ სამყაროზე. ვიყო მოთამაშეც, ვიყო მაგიც, ვიყო შემოქმედი. იმ მდგომარეობაში, როდესაც ყველაფერს მიატოვებ, შენ ემოციებს მიატოვებ და ვამბობთ, რომ მაგალითად ზოგი მედიტაციის პრაქტიკა ამბობს, რომ კარმას ვანულებთ. კარმას თუ ანულებ შენ კარმის გამოცდილების მიღების გარეშე, ეს კარმა არის გაკვეთილები. შენ თუ ამ გაკვეთილებს არ გადიხარ, შენ მას აპაუზებ. ანუ რეალურად შენ ცხოვრების ბოლომდე იცხოვრებ დაპაუზებულ რეჟიმში და არ მიიღებ იმ გამოცდილებებს, რაც მისაღებია იმისთვის, რომ შენ გასხივოსნდე. უფრო მეტად. გაცნობიერდე, გასხივოსნებას თავი გავანებოთ, იმიტომ რომ გასხივოსნება არის რაღაც მომენტი, ეს შეიძლება იყოს აგერ ამ წუთში, შეიძლება იყოს ცოტა ხანში, შეიძლება არ იყოს მერე ერთი თვე, ანუ გასხივოსნება არის უბრალოდ მაღალი სიხშირის მდგომარეობა. და ამ მდგომარეობაში რო ხარ, ხშირად ვისაც გამოვცი, რაც უფრო ხშირად ხარ ამ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, უფრო კარგია, მაგრამ აი ზუსტად ეგოს არქონის მომენტში ხშირად არის ესეთ შემთხვევები, რომ გასხივოსნებული ხარ და დადიხარ, არაფრის არ გეშე, ყველაფერი შენს კონტროლს ქვეშაა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ არაფერი არ არის შენს კონტროლს ქვეშ და არაფერი არ გაღელვებს, რამე თუ მოხდება ან არ მოხდება, იმიტომ რომ ეს შენზე ზეგავლენას არანაირად არ მოახდენს, შენ უპირობო სიყვარულში ხარ ყველაფრის მიმართ და ზუსტად აი მეშმაკის შეხვედრის შემდეგ ამ მდგომარეობას, ოღონდ ეს დიდი ტკივილით მოდის, ეს მოდის საშინელი ტანჯვით და ამ მდგომარეობას ამ ტანჯვის მერე, სადღაც ორთვიანი იატაკზე გდომის მერე, სულ ყვები ხოლმე ამ ისტორიას, რომ ჩემი მარი მეგობარი მოდიოდა ხოლმე, ეს ფანჯრებს გამიღებდა და მინიავებდა და ადექი რამე შეჭამე ესე მეუნებოდა, ნუ მაშინ ვხატავდი, შემოქმედებით წვაში ვიყავი, ასე ვთქვათ, და ზუსტად ის ნამუშევარი, რომელსაც საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს ჩემი ის ეგო იყო, რომელსაც შეპყრობილი ვყავდი, ესეთი ნახატია, რომელსაც ხელები ფეხებთანაა გაერთიანებული, ანუ ადამიანი დგას, ქალი დგას, რომელსაც სახე არ აქვს და მე დაგიდებთ მაგ ნამუშევარს, ფეხი აქვს ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ანუ და რვიანის პოზიციას, ანუ უსასრულო იმაშია, რა ქვია, ლუპშია, ანუ უსასრულო ერთი და იგივე მდგომარეობის განმეორებაშია. 3 წლის წინ დავიწყე მაგ ნახატის დახატვა, თანაც 3-2.5 წლის წინ და დავასრულე 3 წლის თავზე. ანუ
ეს პროცესი, რომელსაც ქვია Dark Night of the Soul, აქამდეც მქონია, ანუ სულის ბნელი ღამე, აქამდეც მქონია, მაგრამ უფრო მარტივი იყო მაშინ. და როდესაც სატურნი ბრუნდება, სატურნის დაბრუნება ხდება 29 წლიდან 30 წლამდე, რაღაც 31 წლამდე შეიძლება და 32-მდეც გააჩნია როდის დაიბადეთ და როდესაც ხდება სატურნის დაბრუნება, უკვე შენ მორჩი, ასე ვთქვათ, სულიერება, ჩემთვის სატურნის სულიერება. შეიძლება სხვანაირად გითხრათ, მე ჩემი პირადი ასტროლოგია მაქვს, პირადი ნუმეროლოგია მაქვს. როგორც მე აღვიქვავ, ისევ სწავლობ და ჩემი აზრით ყველა მიგივე უნდა აკეთოს. და ყველაში არის ჭეშმარიტება აბსოლუტურად და მე ყოველთვის ვიკვლევ და ანუ რაღაცა შეიძლება დაარქვა ეს ფერი, ანუ ეს არის, მაგრამ რო აკვირდები, კაი, ეს ფერი დავარქვით, მაგრამ რეალურად ეს ფერი ამას არ გამოხატავს. რაც დაარქვით. ანუ განა იმასზე ვფიქრობ, რა დაარქვეს. არამედ იმაზე ვფიქრობ, რას ქმნის ეს ფერი, რას იწვევს ეს ფერი. და შესაბამისად მანდედან გამომაქვს დასკვნები ხოლმე და არა ის, რომ ეს წითელია და წითელი ცეცხლია და წითელი ასეთი და ასეთია. უფრო უღრმავდები იმ წითელმა რა ქნა საერთოდ საბოლოო ჯამში, ხო და? ვინც უკვე მიცნობს, უკვე იცით, რომ დავხტივარ ყველაფერზე და ყოველთვის და ეს არის ზუსტად ის ADHD, ახლა შემოვაგდებ. როდესაც გონება უბრალოდ დაქრის და სინქრონულობაშია იმ გონთან, იმ იდეებთან, რაც შემოდის ზემოდან და რაც მოდის, იმას ვსაუბრობ და არ არის ეს არასოდეს დაგეგმილი და არ მიყვება რაღაც სწორხაზოვან ხაზს. მე ვთვლი, რომ ეს არის ნიჭი, ზოგისთვის რთულია იმის გაგება მე რასაც ვსაუბრობ, ზოგისთვის რთულია რომ გამყვეს საერთოდ ლაპარაკში. ამიტომ შეანელეთ YouTube-ს კარგის ის რაღაცა. მე მაგალითად სულ 2-ზე აჩქარებულზე ვუსმენ და ეხლა ვნახე რომ YouTube-მა დაამატა თუ ფასიან ვერსიას იყიდი 3x და აი ვფიქრობ რომ უნდა ვიყიდო. იმიტომ რომ ჩემთვის აი ჩემი ტვინი ესე სწრაფად აღიქვავს ინფორმაციას და შესაბამისად ეს ყველაფერიც ხალხო გაწერილია ვარსკვლავებიდან და იმ ნუმეროლოგიებიდან და იმ კოდებიდან, რაც მე მაქვს მიღებული. იმიტომ რომ ყველაფერი არის კოდირებული ამ ჩვენ ილუზიაში და ამ კოდებს აქვს ენერგია. ანუ ფერი, იმიტომ არის ფერი, რომ არის კონკრეტული ჰერცი, არის კონკრეტული ნანომეტრი, თუ რაც არის და მაგიტო აქვს ეს ფერი. ანუ შესაბამისად ყველაფერი იშიფრება კოდებით, ხო? ანუ როცა მინდა ეს კოდი ამ წითლის მე ვეუბნები, რავი, სალონში რომ მივდივარ, ვინც მიკეთებს საღებავს, ამა და ამ კოდს. ანუ ყველაფერი არის გაციფრულებული აბსოლუტურად. და იმ პლანეტებსაც, რომლებიც ჩვენ დაბადების დღეზე მოქმედებენ, ჩვენ შემოსვლის სამყაროში აქ პორტალში შემოსვლის წამზე, როდესაც მოქმედებენ, ისინიც არის კოდები, ენერგიები, რომელიც მაგ წამში შენ რო გაჩნდი, შენში შემოდის. ასე აღიქვით. ამიტომ არის ასტროლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანი წუთი და დრო, როდის დაიბადე და ნუმეროლოგიაში მატრიცულია ეს ნუმეროლოგია. აქ მოქმედებს მატრიცა, აქ არის, აქ მოქმედებს მხოლოდ ნუმეროლოგია. ის შრეები ჩვენი მატრიცის ცოტა ზემოთ არიან და იქიდან გვაწვდიან ამ ენერგიებს და იმათვის სულ ერთია აქ რა გიწერია. მაგრამ ორივე ერთმანეთს ავსებს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიბადა 5-ში და ჩაუწერეს 6, ხო? მატრიცის კოდით 6 იმოქმედებს თქვენზე, მაგრამ ასტროლოგიური კოდით იმ ენერგიებზე დაემთხვიეთ და იმ ენერგიებს შენი პასპორტი ვერ შეცვლის. ხვდებით? ამიტომ არის ორივე საჭირო ცოდნა. როცა მეკითხებიან რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ორივე მნიშვნელოვანი. ანუ ტორტში კვერცხი უფრო მნიშვნელოვანია თუ ფქვილი უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ ყოველთვის აღიქვით სამყარო ისე რომ ყველაფერი არსებობს, ყველაფერი რეალურია და ყველაფერი ასევე ილუზიაა, მაგრამ ამ ილუზიაში ვართ. შესაბამისად, ეს ილუზია გვაძლევს შესაძლებლობას რაღაც შევიმეცნოთ. იმიტომ რომ უაზროდ სამყარო არ შექმნილა. ხო და დაუბრუნდები ისევ იმ მომენტს, როდესაც ეს კივილები და ტანჯვები გადავიტანე და აი უპირობო სიყვარულის მდგომარეობას, როდესაც ეგო შენგან მიდის და საერთოდ თავისუფალი ხარ ყველაფრისგან და ყოვლისგან და უბრალოდ გრძნობ სამყაროში სიყვარულს სამყაროსგან და აი არ ვიცი ეს იყო, რავი, გრძნობ რომ ეს ნელ-ნელა დამიბრუნდება მე, არსად არ წავალ, სანამ ამას არ დავიბრუნებ, იმიტომ რომ ეს მდგომარეობა
არის მიღწევადი მხოლოდ მაშინ, როდესაც ხარ შენ თავთან. როდესაც ხარ ურთიერთობაში, წეღან როგორც ახსენი, შენ შედიხარ სხვა ადამიანის ენერგოველში. განსაკუთრებით. ეხა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მინდა რომ მოგაწოდოთ. სად არის ნეტა ის ბურცელი? ჩამოწერილი მაქვს მოკლედ რამდენ რაღაცაზე მოქმედებს სექსუალური კავშირი და საერთოდ ადამიანთან კავშირი და როგორ მნიშვნელოვანია რომ თქვენ გაიგოთ ვისთან გაქვთ ურთიერთობა და იცოდეთ რა შედეგებს მოიტანს ეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. იმიტომ რომ ბავშვობის ტრავმები, კარმული ტრავმები, წინაპრების ტრავმები, ამ ადამიანის შიშები, შფოთვები, დეპრესიები, ნეგატიური რწმენები, აბსოლუტურად ყველაფერი ცუდი რაც კი შეიძლება გქონდეს ადამიანს, თქვენშიც გადმოდის. და აბსოლუტურად, კარგიც თუ აქ რამე იმ ადამიანს, ისიც გადმოდის თქვენზე, მაგრამ ეს რა თქმა უნდა თქვენ თუ არ გაქვთ, მას სჭირდება დამუშავება. ასე რომ რო ავიღოთ მაგალითად ცუდი განპირობებულად არსებობს და არც კარგი, მაგრამ ცუდი და კარგი რაღაც მაღალი სტანდარტების შესაბამისად, იმიტომ რომ ამ ილუზიაში ჩვენ გვაქვს ცუდი და კარგი და მოდი ეს უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ილუზიაში ჩვენ ვანსხვავებთ ამ ყველაფერს და უნდა გავიგოთ, რომ დანა თუ ფეხში ჩავირჭეს, ცუდია, იმიტომ რომ მეტკინება, მაგრამ თუ დანა ჩავირჭე იმ მიზნით, რომ მე რაღაც მქონდა ფეხში და ის რაღაცა უნდა ამოვიღო, მაგ შემთხვევაში გამართლებულია, ხვდებით? ზუსტად ამიტომ იმ მდგომარეობაში, როდესაც ვიყავი ამ უპირობო სიყვარულის მდგომარეობაში და ეს ვიდეოც მაქვს ჩაწერილი ადრე ნარცისებზე, ნარცის ადამიანებზე. და ნარცისიც მაქვს ახსნილი რას ნიშნავს. ნარცისი არის თუ აქეთ ხარეს გვაქვს უპირობო სიყვარულის მდგომარეობა, აქეთ ხარეს არის პირიქით არ სიყვარულის მდგომარეობა და უპირობო სიყვარული პირველ რიგში აი ამ გასხივოსნებების მომენტში არის შენი თავის მიმართ და სამყაროს მიმართ, იმიტომ რომ შენ ხარ სამყარო და შენი სამყაროს მიმართ გაქვს ეს უპირობო სიყვარული, ზუსტად ასეთი მდგომარეობა, უბრალოდ ნეგატივი ამისი საპირისპირო მხარე ადამიან ნარცისში, რომელსაც მაგალითად თუ ამ ადამიანს აქეთ ხარეს ეგო არა აქვს, ანუ პიროვნება ჩამოიხსნა და დააგდო ძირს, აქეთ ადამიანს პიროვნების ზემოდან აქვს კიდე ერთი საფარი მასკა, რომელსაც ნიღაბი, რომელსაც ის იყენებს იმისთვის, რომ თავი წარმოაჩინოს ისე, როგორც მაგალითად ეს ადამიანი არის გასხივოსნებული, კაი ადამიანი და სწორი ადამიანი. ანუ ესე ხდება. ეს არის ნარცისის პირობა. მაშინ, როდესაც გავაცნობიერე, რომ ნარცისთან მქონდა ურთიერთობა, შესაბამისად მე გადავწყვიტე, რომ უნდა დამესრულებინა ეს ურთიერთობა და უნდა წავსულიყავი ამ ურთიერთობიდან, მაგრამ მერე ჩაირთო ის რაციონალური ნინო, რომელსაც უყვარს შემეცნება და რომელმაც მიხვდა, რომ ეს ნარცისი მასთან შემთხვევით არ მოსულა. და აი აქ იწყება ძალიან საინტერესო პროცესი. იმიტომ რომ პირველ რიგში მხოლოდ ნარცისზე არ მორჩენილა. მანდ იყო უკვე აი ის ასპექტები, რაც იყო სულის გაყიდვის მდგომარეობა ადამიანში, რომ არსებობს ესეთი რაღაცაც, რაც აქამდე არც მეგონა რაღაც თითქოს არ მაინტერესებდა, რომ არსებობენ უსულო ადამიანები შესაბამისად, სულს ვინც ყიდის არის უსულო ადამიანი, რომ ბნელ ემპათებსაც ეძახიან ასეთ ადამიანებს, მაგრამ ეს არ არის, ანუ ეს არის რაღაც ნაწილები ამისი, მაგრამ თავიდანვე საერთოდ ვიცი სახელების დარქმევა ყველაფერზე. ეს ჩემი ინტუიცია მოქმედებს ასე. აი ეშმაკს რო შევხვდი მაგალითად, ეგრევე დავარქვი ლუციფერი, რა თქმა უნდა. და ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი. იმის მიუხედავად, რომ მანდაც იყო დიდი ტკივილი, ტკივილის გარეშე არ ხდება ტრანსფორმაცია ადამიანის. ხო და შესაბამისად, მეორე ადამიანს რო შევხვდი, ასეთი, ანუ ამ ეშმაკის მერე, რა თქმა უნდა, რაღაც დემონური უნდა მოვიდეს, აბა ისე როგორ მოხდება და ამ ურთიერთობის მერე თქვით, რომ ნარცისი ადამიანი მოვიდა, მაგრამ მანდ არ მორჩა, ანუ მე ექსპერიმენტის სახით, ასე ვთქვათ, დავიწყე შეცნობა, როგორ შეიძლება ნარცისი ადამიანი
როგორ შეიძლება ნარცის ადამიანს შეაყვაროს საკუთარი თავი, საკუთარი რაობა. ან დაანახოს საკუთარი რაობა, გააცნოს საკუთარი თავი. გააკეთებინო ისეთ საქმე, რასაც ვერ ბედავდა აქამდე და იყო მისთვის мотиваცია. ეს გავაკეთე ეს ყველაფერი და ძალიან მართლაც ვამაყობ ამით, რომ სწორ გზაზე მინიმუმ თავისი, ნახე, სწორი გზა არის ვიღაცისთვის ის, რომ მაღალ სულიერებას უნდა მიაღწიო და სხვა ადამიანებს ემსახურო და სწორი გზა არის ვიღაცისთვის ის, რომ ჯერ არ არის იქამდე მისული და არის საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება. შესაბამისად, ეგო თუ ვერ შექმნა ადამიანმა, ის განწირულია იმისთვის, რომ იყოს სხვისი მარიონეტი, ან იყოს უსულო. ხო. შესაბამისად, ურთიერთობის პროცესში ნელ-ნელა გამოირკვა, რომ კონტრაქტით გაყიდულ სულთან მქონდა ურთიერთობა. ნარცისს რაც შეეხება, თქვენ შეგიძლიათ ნარცისს შეაყვაროთ, რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული ასპექტი თავის, მას ვერ შეაყვარებთ თავის ნამდვილ მეს, იმიტომ რომ ნამდვილი მე დაკარგული აქვს და ვერ იპოვის. ამიტომ ჯობია რომ შეაყვაროთ ახალი თავი, შექმნათ ახალი პერსონაჟი და შექმნათ რა, ანუ მისცეთ მას გზა ასწავლოთ და თვითონ შექმნის თავის ახალ პერსონაჟს. იმიტომ რომ ჩვენ ვერავის ვერ დავეხმარებით, ეგ უნდა ვიცოდეთ და ჩემთან რო ეს ადამიანი მოვიდა, მე ზუსტად ვიცოდი რომ მე მას ვერ დავეხმარები, მე მაქსიმუმ შემიძლია შევისწავლო რა შემიძლია ვასწავლო ასეთ ადამიანს. შესაბამისად, თავიდანვე მინდა აგიხსნათ როგორი იყო ეს უსულო კონტრაქტთან შეხვედრა. და ის რომ მე აუცილებლად უნდა შევხვდე. ესე იგი მე წინა ცხოვრებაში მაგალითად რო ავიღოთ და ჩავთვალოთ რომ წინა ცხოვრებები ესე რაღაც სწორ ხაზოვნად არსებობს, მე ასე არ ვუყურებ, მე ვფიქრობ რომ შენი ცხოვრებაც და იმის ცხოვრებაც და ამის ცხოვრებაც ყველა ერთად არის და ჩვენში არის ჩაწერილი, მაგრამ იმის მიხედვით მე რა ენერგიებს ვატარებ ამ ცხოვრებაში და რა კოდებით მოვედი, იმის შესაფერისი წინა ცხოვრება მაქვს. ანუ ის ენერგია ჩემზე მოქმედებს. ანუ მე ამ ენერგიით თუ შემოვედი ამ ცხოვრებაში, შესაბამისად ის წინა ცხოვრება მოქმედებს, მაგრამ ის წინა ცხოვრება არის ყველანაირი. ანუ ყველა წინა ცხოვრებაში შეიძლება იყოს ასეთი. აი ეს არის ძალიან რთული რომ აგიხსნათ, იმიტომ რომ უსასრულობაში იკარგები მან და ეს არ ნიშნავს რომ კონკრეტულად ძალიან ბევრი ნახულობს თავის წინა ცხოვრებას, კონკრეტულად მიდიან საფლავზე, ეს ვიყავი მე, ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თქვენ კიდე უამრავი წინა ცხოვრება გაქვთ, რომელიც ასევე თქვენზე მოქმედებს და ეს არ არის მხოლოდ თქვენი სულიერი ანუ არსებობს სულიერი წინა ცხოვრებები, სულის გავლის ეტაპები და ეს არის უზარმაზარი რა ქვია ძაფი, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ ცხოვრებას. ეხლა ეს უზარმაზარი ძაფი გადაამრავლეთ კვანტურ სამყაროებზე და ძალიან ბევრ სამყაროში გაფანტეთ და ამ უზარმაზარ ძაფში არის მილიონობით ადამიანის ცხოვრება ჩაწერილი და თქვენი წინა ცხოვრება არის ზუსტად ის, რომლიდანაც სულ ბოლო გამოცდილება მიიღეთ. იმიტომ რომ ამ ძაფს აქვს როგორც დასაწყისი, ასევე დასასრულიც, ხო? და დასასრული ეხლა ამ წამ შენი ცნობიერება აქ არის. მაგრამ ის არ სრულდება. ის ისევ გაიზრდება, ანუ კიდე წინ წავა. და ეს კვანტური ბურთები რატოა წინ მიდის? ეს მუდმივად იზრდება ეს ძაფი. არსა და არასოდეს არ ჩერდება და ის დასაწყისი, რასაც ვამბობ, ის დასაწყისი არის ის ღვთაებრიობა, ის ღმერთი, რომელთანაც მიბმულია აბსოლუტურად ყველა ძაფი. და შესაბამისად, ყველა ძაფი თუ არის მიბმული, მე თუ ძალიან კარგად გავიხსენე ჩემი ყველა წარსული, მე მივალ სამყაროს თლიანობასთან. მე მივალ ყველა ცხოვრებასთან. აი, ინდუიზმში ამგონი ის, რომ ყველა სახე დაინახაო, ხო? აი, ესე არა, ანუ ამიტომ მხოლოდ ესე პრიმიტიულად რომ ეს ერთი წინა ცხოვრება მქონდა და მე 18 წინა ცხოვრებაში ვარ ახლა, ასე არ არის. ეს არის უზარმაზარი არასოდეს დამთავრებადი ციკლი, რასაც თქვია ცხოვრება და რასაც თქვია სამყარო, რასაც ჩვენ მუდმივად გავდივართ, იმიტომ რომ არ არსებობა ერთადერთი რაც არის, რაც შემიძლია ვთქვათ, ეგ არის რომ არ არსებობს, ყოველთვის იარსებებს. ყველაფერი და ყოველთვის ტრანსფორმირდება სხვადასხვა რაღაცაებში. შესაბამისად, შენი სულის მეხსიერება რა დონეზე დიდია, ეგ განაპირობებს იმას,
შენ რა დონეზე ბევრ სიცოცხლეს გაიხსენებ და ეხლა წარმოიდგინე 1000 სიცოცხლე გაგახსენდა 10,000 გაგახსენდა მილიონი გაგახსენდა მე რაღაცები ანუ შენი გონება ვეღარ იტევს ხვდები რომ მე ეგ მომენტი მქონდა განცდა მქონდა განცდებით მოდი წამიერი განცდები იყო ეგ არასოდეს არ ყოფილა რომ აი მე ჩავჯექი და ფიქრობდი არა ეს იყო წამიერი რაღაც მომენტები როდესაც ზუსტად ყველა ვარ, ანუ გიტლერიც მე ვარ, სტალინიც მე ვარ, იესოც მე ვარ, მაგდალენაც მე ვარ. აი ყველა შენ ხარ და ყველაში ხარ. იმიტომ რომ შენ როდესაც იმ სამყაროს დიდ ბირთვს, სამყაროს, ანუ თლიანად უკავშირდები, მასში არის ყველანაირი ინფორმაცია, რაშიც შენც ხარ. ოღონდ ამ შენდან უნდა გამოხვიდე, რომ იქ დაუკავშირდე, ასე ვთქვათ. და ხედავ, რომ ყველაფერი შენი ყავი და ყოველთვის ყველაფერი შენ ხარ. შესაბამისად ის ადამიანის რომელიც ჩემამდეც მოვიდა მე ვარ სხვა არავინ არ არის მე ვარ უბრალოდ სხვა განსხეულებაში სხვა მდგომარეობაში და შეგვიძლიათ ვისაუბროთ იმაზე წეგან რომ თქვი რომ აქ ვარ მე აი ამ ძაფზე ხო ამ ძაფზე ვართ ყველა დახვეული და ის აგერ ჯერ დასაწყისშია და მე ვარ იქ სადღაც მაგალითად და ჩემს ზემოთაც არსებობენ რა თქმა უნდა მე ვარ იქ სადღაც და ეს აქ არის ეხლა და ამ სპირალზე ანუ აი აქედან უკავშირდებით ერთმანეთს შესაბამისად ისევ მე ვარ უბრალოდ ჩემი ჯერ დაბალი სულიერი განვითარების მდგომარეობა ნულოვანი სული უსულო რა არის ნულოვანი სული იმიტომ რომ სულსაც ჭირდება ზრდა ესე იგი როდესაც ესეთი პარაზიტი, ასე ვთქვათ, როგორც იმ ვიდეოში ახსენეს, ან უსულო ნარცისი თუნდაც მოდის თქვენს ცხოვრებაში, თქვენ უნდა გაიგოთ, რომ რახან მოვიდა შესაბამისად ჩემში არის რაღაც, რამაც ის მოიზიდა. ჩემში არის რაღაც, რაც მე უნდა ვისწავლო. იმიტომ რომ მე მაგ უპირობო სიყვარულით მდგომარეობაში გიჟივით ვიყავი, ანუ გიჟი ვიყავი ჩვეულებრივი და ეს არ არის ცუდი. მაგრამ ეს არის ის მდგომარეობა yes man თუ გაქვთ ნანახი, ჯიმ კერი რო თამაშობს, კი ადამიანი, ალბათ ესე. ანუ ყველაფერს რო ეთანხმება, ყველაფერი რაც მოდის მასთან, ის იღებს და თანხმდება. აი ეს მდგომარეობა იყო ჩემშიც და შესაბამისად რაც მოვიდა, იმას დავთანხმდი, მაგრამ ამის მიუხედავად წეღან ხსნიდი, ხო, რა შეგრძნება მქონდა თავიდანვე ამ ურთიერთობის დასაწყისში. ადამიანს რო ვუყურებდი, შუშის თვალები იყო, რომელშიც მე ვერ ხედავდი ვერაფერს. ძალიან საინტერესო განცდა იყო და თავიდან მოთხარი რომ კარმული ხარ, კარმული ურთიერთობა ხარ და საინტერესოა რა უნდა გამასწავლოს მე ამ კარმულმა ურთიერთობამ. მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი რომ ეს ჩემი ყველა ურთიერთობა კარმულია, ასე ვთქვათ. არა, soulmate-იც ყოლია და twin flame-იც, მაგრამ ეგეც ხო კარმულია, ეგეც ხო გამოცდილება, ასე ვთქვათ. მაგრამ ჩემ ნუმეროლოგიაში წერია რომ ყოველთვის კარმული ურთიერთობები მექნება. შესაბამისად, ის რომ მე მაგ მომენტში, როდესაც გავიგე რომ ეს ადამიანი არის ნარცისი, დავშორებული ყავი, მე ჩემ კარმას ვერ გავივლიდი, მე ეგრე აღვიქვავ და როგორც აღვიქვავ მე ისე მომეგება, ხო? შენი რწმენისამე მოგეგება. ხო, სწორედ ვამბობ, იმედია. ზუსტად ასე არის ამ შემთხვევაშიც და მე ჩავთვალე რომ რა თქმა უნდა შევიმეცნო უფრო მეტად და გავერკვე რატომ მოვიდა ასეთი ადამიანი ჩემთან. რა უნდა ვისწავლო, რა გამოცდილება უნდა მივიღო, რომელიც მე უნდა შევძლო და გადავცე სხვებს. და მოვიდა გაცილებით იმაზე მეტი, რასაც მოველოდი და ძალიან მადლიერი ვარ მე ამ გამოცდილებისთვის და ამ ადამიანის რა თქმა უნდა, რომ შემიძლია ახლა ვისაუბრო ამ ყველაფერზე. ესე იგი, მდგომარეობა, სადაც ადამიანი გრძნობს, ინტუიცია, მეუბნება და პირდაპირ ვიცი, რომ ეს არ არის ჩემი ადამიანი, მაგრამ ეს ადამიანი მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და შესაბამისად უნდა შემოსვლა. აი ის გოგო როგორც აღწერს, რომ პარაზიტებიო ისე დაჟინებით ცდილობენ, რომ მე შემოვიდნენ, რომ შენცო საშუალებას აძლევ, რომ შემოვიდესო. თითქმის იგივე ისტორია, მაგრამ აქ მე უბრალოდ არაცნობიერად რომ ვაძლევ, მოდი შემოვიდეს, არა, აქ ძალიან გაცნობიერებულად, ოკეი, რახან ესე დაჟინებით მოდის, მე ეს უნდა მივიღო, მე ეს გამოცდილება უნდა გავიარო.
ეგ თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს გამოცდილება რაღაც მომენტში უნდა დასრულდეს. მაგრამ თუ კარმული იქნებოდა ჩვეულებრივად, კარმული თუ არის, კარმულის დამუშავება შესაძლებელია. ორივე პარტნიორის რა თქმა უნდა სურვილით. სხვანაირად არა. იმიტომ რომ არსებობს კარმული ურთიერთობები, სადაც ძალიან დიდი სურვილი და ტოლვა აქვთ ერთმანეთის მიმართ და უნდათ რომ დარჩნენ. წინა ცხოვრებაშია თუ როგორ აი იმ ხაზზე მოცემულ რაღაც ცხოვრებებში ხვდებოდით ერთმანეთს და ანუ იწვევდით ტკივილებს და ასე შემდეგ, ხო, ერთმანეთში. მაგრამ ამ ცხოვრებაში უკვე გინდათ რომ ეს შეცვალოთ. მაგიტო ხვდებით ერთმანეთს და არა იმიტომ რომ ისევ გაამწაროთ ერთმანეთი. მაგრამ აქ რაღაცა კიდე იყო, რასაც თავიდან ვერ ხვდებოდი. ნუ ოკეი, აქამდე ნარცისთან არ მქონია ურთიერთობა, ეგ გავიგე რომ ოკეი, ნარცისია. ოკეი, გავიგე რომ ნარცისზე როგორ უნდა იმუშაო და მაგ ჩვეულებრივად ტექნიკები და პრაქტიკები როგორ შეგიძლიათ ნარცისთან ააწყოთ ურთიერთობა, მაგრამ თუ ეს ნარცისი რა თქმა უნდა არის უსულო კონტრაქტით და რა თქმა უნდა ადრე თუ გვიან უმჯობესია რომ წავიდეს თქვენგან, მაგრამ თქვენ თუ შორდებით, მე ესე აღვიქვავ, მე თუ დავშორდებოდი, მე გაკვეთილს ბოლომდე ვერ მივიღებდი. შესაბამისად, ჩემ გაკვეთილს გავივლიდი შეიძლება ძალიან კარგ ურთიერთობაში, სადაც, რავი, შეიძლება ჩვენ შვილს რაღაც დამართნო და ან შეიძლება რაღაცა მომხდარიყო ისეთი არასასიამოვნო შემთხვევა, ავარია, ან რაღაც ისეთი, ხო, გაუთვალისწინებელი, ისეთი, რასაც ვერ დაგეგმავ. შესაბამისად, ვიცოდი, ახლა ვიცი, რომ ამ ვიდეოზე იქნება, ანუ ხო აღიზიანებთ ხოლმე და ეხლა შესაბამისადზე იქნება პრობლემა დიდი. რა ვქნა, როგორც ვლაპარაკობ, ისე ვლაპარაკობ. ხო და შესაბამისად ეს ურთიერთობა რომ აუცილებელი იყო რომ გამევლო, ამან კიდე უფრო მოდიოდა იმ გრძნობით, რომ ამ ადამიანს თვალებში რო უყურებდი, საშინელი შეგრძნება იყო. თავიდანვე ურთიერთობის აი მესამე ნახვაზე აი საშინელი განცდა იყო, რომ გჟოლავდა გულში, რომ რაღაც საზიზღრობა, რაღაც აი მართლა და ამ დროს თან მე უპირობო სიყვარულში ჩავარდნილი ადამიანი მაგ მდგომარეობაში ვიყავი, რომ გავიცანი და ანუ ჩემივე თავის რომ მიყვარს. აი მან შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩემი სულიერი ეგო, რასაც ეძახიან, რომ აი მე, და რაღაცა და ძალიან კარგ მომენტში და დროს მოვიდა ეს ადამიანი ჩემთან. შესაბამისად, იმიტომ რომ ზუსტად მან ვამუღამებდი, რომ მე აი ამ სულიერ ეგოში იმ დონეზე გადავდიოდი, რომ იმაზე მეც ვთხოვდი ჩემ თავს, ვიდრე მე შემეძლო. მაგალითად პატიება ღალატის, მაგალითად პატიება რაღაცის, იმიტომ რომ მე ხო უპირობოდ უნდა მიყვარდეს, მე ხო ადამიანი ვარ, რომელიც გასხივოს და მე ხო აი ეს თემები, რაც შენ ტვინში ტრიალებს და წეგან გითხარით, რომ იმ ურთიერთობას ლუციფერის დავარქვი და ეშმაკის შეხვედრა იყო და ამ ურთიერთობას სადღაც 2 კვირაში შევარქვი, მე ხო ჩემთვის დღიური, წიგნი ალბათ წიგნი იქნება როდესმე, რომელშიც წერამ ყველაფერს უფრო დეტალურად და მას დაერქვა ლევიათანი. ლევიათანი არის ძალიან საინტერესო ბიბლიური დემონი, წყლის დიდი გველეშაპი თუ რაც არის და აი ძალიან საინტერესო არის ამ ლევიათანზე მთელი მაგალითად გაშიფრვა, რას წარმოადგენს. ვინ არის ლევიათანი, ხო, თუნდაც ებრაულად არის მოტრიალე, ჩახლართული. ბიბლიური ზღვის ურჩხული, რომელსაც ხვდებით ძველ აღქმაში, განსაკუთრებით იობის და ესაიას და ფსალმუნების წიგნებში. სიმბოლოა ქაოსის, ეგოსა და ეგოისტური ბნებების. თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორი სიზუსტეა აქ და ამ სიზუსტეს თქვენ წიგნში უფრო დაინახავთ. იობთან ღმერთი მას აღწევს, როგორც უზარმაზარ არსებას, რომელიც ადამიანი ვერ დაიმორჩილებს. ანუ ადამიანში თუ შევიდა ეს დემონი, მისი დამორჩილება ფაქტიურად შეუძლებელია. თუ გინდა რომ ის გადაიმორჩილო, შენ მართლა აი ის გასხივოსნებული უპირობო სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი უნდა იყო, რომელიც მე მინდოდა რაღაც მომენტში რომ გამختارიყავი და რა თქმა უნდა მე მაგდონეზე არ ვარ, მე მაგდონეზე ვერ შევძლებ ჯერჯერობით.
ოკულტურ სწავლებაში ხშირად მიიჩნევა ერთ-ერთ სატანურ დემონად, რომელიც წყლის ელემენტთან და სიცრუის ენერგიასთან არის კავშირში. წყალი არის, გახსოვთ, თუ ვამბობ ამას, წყალი არის ინფორმაცია. ქალური სტიქია. ორში დაბადებული ადამიანები, ორიანი, მეორე არკანი არის ქურუმის ანკარი, ინტუიცია და სიცრუე. აი ამ ორთან, ინტუიცია კარგი, მაგრამ სიცრუე მისი ბნელი მხარე. და შესაბამისად წყალს აქვს, ინფორმაციასთან, ოკულტურ ინფორმაციასთან, სიღრმისეულ ბნელ წყალში სიბნელეა, ხო? ბნელ ინფორმაციებთან კავშირი. ესე იგი, რომელიც სინათლის ძალებს უშლის ხელს. ძალიან საინტერესო კითხვა იყო. ეს რომ ლევიათანი, რომ დავფიქრდეთ, ვისთან მიდის და რატო უშლის ხელს სინათლის ძალებს. ხო, მაგ პერიოდში თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ჩემს ვიდეოებს 13 თვის წინ, 13 თვე ნიშნავს სიკვდილს და ტრანსმუტაციას, ბევრჯერ მაქვს ამაზე ვიდეოები ჩაწერილი, ან ეს ურთიერთობა უნდა მორჩენილიყო, ან ტრანსმუტირება გაეკეთებინა, გარდასახულიყო, რა თქმა უნდა, საბოლოოდ მორჩა ეს ურთიერთობა და მინდა გადახედოთ 1 წლის წინანდელ ჩემ ვიდეოებს, სადაც მე მუდამ ღიმილი მაკერია სახეზე და სხვათა შორის ამ ურთიერთობის მანძილზე ჩემთან ამ ადამიანის ყოფილებიც კი მოვიდნენ და მითხრეს, რომ ეს ადამიანი საშინელებაა და გამოგიყენებს ისა ესა და მე ძალიან ადეკვატურად შევხვდი, იმიტომ რომ ვიცოდი უკვე რომ ეს ესე იქნებოდა და მე ჩემი ექსპერიმენტები მაქვს და ჩემი ხედვები მაქვს ამ ყველაფერზე, ამიტომ უნდა გამევლო ეს რაც გავიარე და ძალიან კმაყოფილი ვარ რომ გავიარე. ხო და რომელ სინათლის ძალებს უშლის ხელს, მით უმეტეს, იმიტომ რომ უფრო სიღრმისეულად ჩაურმავდი ჩემ ინტუიციას, რომ ყველაფერს ზუსტად ვარქმევს სახელებს ხოლმე და რა დონეზე სწორია ეს, რომ ვენდო მე განსაკუთრებით ჩემ აი ამ შინაგან ხმას. ლევიათანი უშლის ხელს სინათლის ძალას. სიწმინდა და სულიერი განკურნება, როდესაც მე ზუსტად იმ მდგომარეობაში ვიყავი, რომ სიწმინდაში ვიყავი და მართლა სულიერ განკურნებაში, ლევიათანის დაბრკოლება და ბლოკებს აკეთებს აქ, აბინძურებს სულიერ გზნობებს სიამოვნების ვნებებით. შემოაქ ის, რაც წეგან როგორც ავხსენი, შენი პარტნიორი არის შენი მეორე ნახევარი, რატო ვეძახით მეორე ნახევარს, იმიტომ რომ თუნდაც ერთ სივრცეში რომ იმ ადამიანთან ერთად ცხოვრობ და მისი ენერგია შენზე გადმოდის. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ფოტონები, ჩვენ ვართ ენერგია. ენერგია არის ტალღები. ეს ტალღები ერთმანეთზე რო იკვეთება, აქ თუ არის დაბალი მრუდე ტალღა და მე ვარ მაღალი სიხშირის ტალღა. ესენი ერთმანეთს რო ერწყმის, რა ხდება? ჩემი მრუდე ტალღა, კი არა და აი ეს მრუდე ტალღა რომელიც მოდის ჩემიც ხდება ესეთივე უფრო შენელებული და ამისი ცოტა აჩქარებული. ეს არის, საბოლოო ჯამში დიდი ხნის მანძილზე, როდესაც ხარ ერთად ადამიანთან, ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, სად მუშაობთ, სად ატარებ მთელი დღის მანძილზე, რაც არ უნდა შენ ისინი იკეთო, რა ქვია, სინათლის წრეები და ბურთები, ხო? ქრისტეც კი განერიდებოდა, ყველგან სახარებაში, ყველგან წერია განერიდა, იმიტომ რომ იქ სადაც მისი მხილებლები, მასში დამაეჭვებლები, როგორც მე შენი არ მჯერა, ესეთი ადამიანები მოდიოდნენ, ისერიდებოდა მათ, იმიტომ რომ ისინი მისი ენერგიით, ასე ვთქვათ, იწოვდნენ მის ენერგიას და მას მხოლოდ სიბინძურეს აძლევდნენ. ამიტომ ქრისტეც კი განერიდებოდა ესეთ ხალხს. მე, რა თქმა უნდა, თავით ჩავხდით. აბინძურებს სულიერ გზნობებს, სიამოვნებებს და ვნებებს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ვიფიქრე და ძალიანაც კარგი რომ ვიფიქრე, იმიტომ რომ აწია აღარ ვიფიქრებ ესე, რომ მე შემიძლია შევინარჩუნო, მაგრამ სამყაროს თავის კანონები აქვს, ფეხებზე კიდია, შენ რომ ქრისტეც იყო, არა ინტერესებს, მაინც ეს ენერგია შენ თუ მას მიეცინება, რომ შეგსანსლავს. მაგრამ კიდე არ ვიცით ჩვენი ლიმიტები, არ ვიცით ჩვენი sky is the limit, ხო? არ ვიცით სადამდე შეგვიძლია ეს ავიყვანოთ, იმიტომ რომ მე პირადად მჯერა, რომ ქრისტე იმ დონეზე იყო გასხივოსნებული, იმ დონეზე იყო შეიძლება მინდა რომ მჯეროდეს, რომ მას ვერ შეეხებოდა ვერავინ. იმიტომ რომ
არსებობს ასეთი გასხეოსნებული ქალი, რომელსაც ოშოს აქვს როგორც მახსოვს მოყოლილი, რომელიც ცეკვით მივიდა იმბერთან, რომელსაც არ უნდოდა მისი მიღება და საბოლოო ჯამში იმბერმაც კი ვეღარ გაუძლო მის დიდ სიყვარულს, ხო? ან დიდ ეს სიყვარული აქ სექსუალური სიყვარულს არ გულისხმობ, ამ დიდ ენერგიას, ამ დიდ სინათლეს, რაც ამ ქალში სუფევდა. ანუ ისიც კი დანებდა მას, ხვდებით? ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაცნობიეროთ. შესაბამისად, მე ალბათ ჩავთვალე, რომ უკვე მანდ ვარ და მანდ ვიყავი. მეთქი მე ამას შევძლებ, მაგრამ თურმე ესეთი დემონატორი მოვიდა ჩემთან და ვინ გონია თავი. სინათლის ძალა ასევე არის შინაგანი სიმშვიდე და სიცხადე, ანუ ამის დასანგრევა, აი ამ სინათლის ძალის დასანგრევად მოდის, აღძრავს მასში შიშს, სფოთს და ემოციურ ქაოსს. ისევ სინათლის ძალის ხარეს ჭეშმარიტი სიყვარულის ენერგია ქმნის ეჭვებს, კოდებს, შურის და მიჯაჭვულობის. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ როგორც ერთი არის ეს ყველაფერი აქ ჩამოთვლილი, რაც მე გავიარე 1 წლის მანძილზე. სინათლის ძალაში კოსმიური ერთიანობის შეგრძნება და აქეთ ხარეს, ანუ ის კოსმიური ერთიანობის შეგრძნება რომ მქონდა სამყაროსთან რო ვიყავი დაკავშირებული, თქო ზუსტად ამას გულისხმობს, ავითარებს განცდას, რომ მე განცალკევებული ვარ, ანუ შობს ეგოს ადამიანში. ეს ეგო, რა თქმა უნდა, საჭირო იყო იმ ეტაპზე, რომელშიც მე ვიყავი. და საჭირო იყო იმისთვის, რომ აგიხსნით ახლავე. ბოლოს წავიკითხოთ. დუმარება და ინტუიციის ხილვა, სინათლის ძალის ხარეს და აბიძურებს შინაგან ხმას, ვნებითა და სურვილებით. მიჯაჭვულობებით. მომწავლეს, ესე იგი, ლევიათანი განასახიერებს. რისი დემონია ლევიათანი? უკვე მგონი გითხარით, ხო ეს? არ მithქვამს. არის მომწამვლელი სიამაყის, შურის, შიშის და ილუზიის დემონი. ზუსტად ეს იყო, რაც ხდებოდა 1 წლის მანძილზე. მაგიტო გითხარით წეგან, რომ გადახედეთ 13 თვის წინ ჩემ ვიდეოებს, ნახავთ როგორ ვიღიმი ყველგან, როგორი ენერგიით ვარ სავსე ნათელი ენერგიით და მე ნახეთ, გადახედეთ 1 წლის მანძილზე ჩემი ენერგია როგორ იკლებს და დღეს უკვე გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. ეს უკეთ გრძნობა თავის არ არის იმით გამოხატული, რომ მე ურთიერთობაში დავშორდი და ვაიმე ტრავმები ავაგ და ვაიმე მიჯაჭვულობებს ვერ, არა, მიჯაჭვულობები უკვე მე ჩავხსენი კიდე კარგი, სანამ ეს ადამიანი გამოჩნდებოდა, მაგრამ ის მდგომარეობა, რომ მე ჩემი ენერგიის აღდგენა მჭირდება ეხლა და უფრო განთავისუფლება და გაწმენდა, იმიტომ რომ ჩემში არსებული ტრავმები მე თუ 1 წლის წინ გავიარე, გავასუფთავე და გამთავისუფლდი ამ ყველაფრისგან, ეხლა ჩემში სხვა ადამიანის ენერგიების ტრავმებია, რომელსაც კიდე ძალიან ბევრ ადამიანთან ქონდა ურთიერთობა, რომლებიც ასევე შენში შემოდის. ანუ თქვენ რო თქვენ პარტნიორთან გაქვთ ურთიერთობა, თქვენ მხოლოდ მასთან კი არ გაქვთ ურთიერთობა, თქვენ ყველა მის წინამორბედ პარტნიორთანაც გაქვთ ურთიერთობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეთ ეგ სხეულის სიწმინდე, ყოველთვის ცნობიერად მოეკიდეთ ამას. ესე იგი, ასოცირდება დამაბნელებელ ეგოსთან, რომელიც ცდილობს ადამიანი მოწყვიტოს ჭეშმარიტ სულიერ წყაროს. ის გიბავს შინაგან ემოციურ და ის შინაგანად გითხრებს ემოციურ და ვნებების ქაოსის უბრწყლურში. ლევიათანის არის ენერგია, რომელიც, გახსოვდეთ, რომ ყველანაირი დემონი თუ ანგელოზი, ეს არის ენერგია. ეს არის ენერგია, ეს არის კოდი. 0.0000 რაღაცა 1 არის ენერგია და 9900 რაღაცა არის ენერგია. 1 არის მაღალი, მეორე არის დაბალი. დემონიც არის ენერგია. შესაბამისად, დემონშიც არის გამოხატული ის რაღაც სინათლის ნაპერწკალი შესაბამისად სხვანაირად ვერ იარსებებს. ოღონდ 1 ფოტონი რო ჩათვალოთ, 1 ფოტონით მოძრაობს ყველა დემონი. ესე იგი, არის ენერგია, რომელიც მიჯაჭვულობებს აჩენს, ემოციებს, იდეებს, სხვებზე დამოკიდებულებას. მე აქამდე კი ვთქვი და ვუმტკიცებდე ჩემ მეგობარს, რომ ანტიენერგიაც არსებობს, ანტიფოტონი, სავარაუდოდ, მაგრამ ეხლა ეს რო ვთქვა, ვიღაცები დამცინიან, ამიტომ დამცინებენ, ჯობია რომ ჯერ ვთქვა, რომ ფოტონია, მაგრამ მე ვფიქრობ, ანტიფოტონები არსებობენ, ეს შავი ხვრელის მსგავსი რაღაცები და ზუსტად ეს ანტიენერგიები არის, დემონები და მასში ფოტონის არსებობას გამოვრიცხავ, სიმართლე რომ გითხრათ. იმიტომ რომ არსებობს ანტისამყაროები,
და ალბათ, უნდა ვთქვა და მაქვს უფლება მაგისი, რომ არა, ეს არ არის ფოტონი, ეს არის ანტიფოტონი. ასე გაიგეთ. ესე იგი, ლევიათანის ენერგია, რომელიც მიჯაჭვულობებს აჩენს, ემოციებს, იდეებს, სხვებზე დამოკიდებულებებს, ტკივილს. ესე იგი, მე რომელსაც ეგო სრულად არ მაქვს, ვარ ძალიან თავისუფალი ადამიანი, ძალიან ეს სიყვარულს ვაფქვევ და ასე შემდეგ. სხვათა შორის ზუსტად მაშინ ჩავწერე, პირველად მაგ ადამიანთან ერთად ვიყავი, ის ჯენზიზე რო ჩავწერე ვიდეო თუ გახსოვთ. რაღაც აგრესია უკვე ჩემში იყო შემოსული, რაღაც აგრესია, რაღაც დოზით, რომ რაღაც ძალიან საინტერესო იყო ეგ და მაგ ვიდეომ როგორ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მან ტყვილი არაფერი არ მithქვამს, მაგრამ აშკარა იყო, რომ ენერგიას გამოეხმაურნენ ეს ადამიანები და მაშინ მიკვირდა, რომ რატო გამოვიწვია ასეთი სიბრაზე დღეს, ხვდები ყველაფერს და ვაანალიზებ და ვაცნობიერებ. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი აწი, მე ესე უბრალოდ ინტერესისთვის, რა თქმა უნდა, აღარ შევალ არანაირ ურთიერთობაში, იმიტომ რომ სამყარო მომიტანა, იმიტომ რომ უკვე ვიცი, რომ რახან სამყარო მომიტანა, მე უკვე ვიცი. ამაზე პასუხი. შესაბამისად ამაზე მეტს ღმერთო დამიფარე, რომ ამაზე ცუდით არაფრით ვისწავლო მეტი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მეტი კიდე სასწავლი რაღაც სხვა გზებითაც შეიძლება ალბათ. იმიტომ რომ უკვე შენი ცნობიერის მდგომარეობა იმ მდგომარეობაში გადადის, სადაც აცნობიერებ, რომ რაც უკვე აღარ არის შენი და რაშიც გრძნობ, რომ ეს მოვიდა იმისთვის, რომ ენერგია გამოგწოს, იმიტომ რომ მე ხო სხვანაირად ვუყურებდი ამას. გამოცდილების მიღეთ მივიღე ეს გამოცდილება, მაგრამ მე უკვე ეს გამოცდილება მიღებული მაქვს. შესაბამისად, სხვანაირად მე ესეთ ურთიერთობაში ვეღარ შევალ, იმიტომ რომ მე ეს მიღებული მაქვს. აწი რამე კიდე სხვანაირი უნდა მოვიდეს, რომ კიდე შევიდე. ესე იგი, ლევიათანის ენერგია, რომელიც მიჯაჭვულობებს აჩენს, ემოციებს, იდეებს, სხვებზე დამოკიდებულებებს და ტკივილს. ლუციფერისგან განსხვავებით, რომელიც იყო ჩემი წინა ურთიერთობა, რომელსაც მოაქვს ცრუ სინათლე და ზუსტად ასეთი იყო. ეს იყო ჩემი ცრუ სინათლე, იმიტომ რომ მე ილუზიაში ვიყავი, რომ ეს არის ის, ეს არის ჩემი მხსნელი, ეს არის რა არის ლუციფერი, ხო? შენ გატყუებს, რომ ეს არის ხსნა, ეს არის ნამდვილი ჭეშმარიტი სინათლე. ზუსტად ესე იყო მაგ შემთხვევაში ჩემთან და ლევიათანი გითხრევს ფსკერში, შთანთქავს და აბინძურებს. ზუსტად ესეთი გამოცდილება მივიღე მეგობრებო და მინდა ვთქვა, რომ რისთვის იყო ეს ყოველივე საჭირო. იმისთვის, რომ როდესაც ეს ეგოს dissolving, ანუ გაკრთომა და ჩავთვალოთ ესე ავხსნიდი. შენ გაცვია ტანსაცმელი, როდესაც გაქვს ეგო და როდესაც ამ ტანსაცმელს იხდი დიდი ტკივილით, იმიტომ რომ ამჩნევ, რომ ძალიან ჭუჭყიანია ეს ტანსაცმელი და ანუ უნდა რავი, საწამლავია გზედ. და თუ არ გაიხდი მოკვდები და გახარ მილიონ ადამიანში და იხდი ამ ტანსაცმელს და შიშვლდები სრულად სამყაროსთან და ეს რა თქმა უნდა ხო ძალიან დიდი ტკივილია. ჩათვალე შენი კანი გაიძრო და დააგდო ძირს. ეს კანი რო დაგდებული მაგ ძირს, მე მგონია რომ მე ეს კანი აღარ ვარ. ეს არის ზუსტად ის ეგოს სიკვდილი, რასაც მე დავარქმევდი ეგოს გახდას ცოტა ხნით. და მე მგონია რომ ეს აღარ ვარ, იმიტომ რომ მე დავაგდე აქ და შეოგდიე და გიჟი თავისუფალია, შიშველი ადამიანი, რომელიც სრულად თავისუფალია. ყველაფერი და ყველაფერი ყველა უყვარს და შესაბამისად ამ ენერგიას სამყარო უბრუნებს. მაგრამ ის რომ აქ ტანსაცმელი გდია და ეს ტანსაცმელი ჩემია და მე ამ ტანსაცმლით მოვედი, ეგ დამავიწყდა. ეგ რო დამავიწყდა, შესაბამისად მე უნდა ამეღო ეს ტანსაცმელი, შემეგდო სარეცხში, გამერეცხა და გამომეღო. თან ბევრი ტანსაცმელი მეცვა. და ამიტომ ძალიან ბევრიც არ მეცვა, იმიტომ რომ მანამდე ცოტა ნამუშევარი მქონდა. ამიტომ მაგრამ ჩემი აზრით მაინც ძალიან ბევრი მეცვა. ხო და ამიტომ ამან მიიზიდა ზუსტად ესეთი დემონური სული. უსულო უბრალოდ. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, სული ყველას ეძლევა, ნაპერწკალი ადამიანებს ყველას ეძლევა ის ერთი ფოტონი, მაგრამ თუ შენ გაყიდე და შიგნით შემოუშვი პარაზიტი და დემონი, ის გიპყრობს. და
შესაბამისად ძალიან რთულია შემდეგ მისგან განთავისუფლება. ოღონდ შენი ნებით თუ აკეთებ ამას. რაღაც დოზით შემიძლია თქვა, რომ მეც ჩემი ნებით გავაკეთე და ძალიან რთული იქნება. კიდევ დიდი დრო დამჭირდება, ალბათ, არ ვიცი, ვნახოთ. ჩემ თავთან ბოლომდე დაბრუნება და ასე ვთქვათ, იმ ტანსაცმლის, რაც მეგდო ძირს, ესე მოვიდა ეს დემონი და ეს ფეხით მიაგდო. ესო რა არისო? თან გეუბნება, რომ შენ ხო უნდა აპატიო და შენ ხო უნდა გიყვარდეს უპირობო. თან მანიპულირებს შენი სულიერებით და ძალიან ცვიერია ეს დემონი. ძალიან საინტერესო პერსონაჟია, ოღონდ დემონი და არა ადამიანი, აქ ადამიანზე არ ვსაუბრობ. ამ დემონზე ვსაუბრობ, რომელიც რა თქმა უნდა ეშმაკის ნაწილია, ეშმაკის გამოვლინებაა და მისი საქმე არის ის, რომ შენ კიდევ უფრო გაგაძლიეროს. და ზუსტად ლუციფერის მერე უნდა მოვიდეს ასეთი დემონი, აბა მანამდე აზრი არა აქვს, იმიტომ რომ შენ ისედაც ეგოისტი ხარ მანამდე და ისედაც ეგოში ხარ გადავარდნილი და არ იღწვი იმისთვის, რომ სულიერება გქონდეს და არ ვერავინ ვერ იმანიპულირებს შენით. ასე და ამგვარად მივხვდი, რომ მე შიშველი ვარ და რა გავაკეთო, ანუ რაღაცა უნდა ჩავიცვა, რაღაცა უნდა გავაკეთო, მაგრამ თან მე არაფრის სურვილი არ მაქვს. იმიტომ რომ მე ეს ტანსაცმელი დავიწყებული მაქვს საერთოდ, რომ მე ჩემია ეს ტანსაცმელი. მე მგონია, რომ ეს всё რა გადავაგდე. არაფერი არ უნდა გადააგდო სამყაროში. ეს შენია, შენ უნდა აიღო, ამოარჩიო, რომლები გჭირდება, ის რაც საჭიროა დაასაწყობო, რაცაც არ გამოიყენებ, ან რავი, შეინახო სადღაც და ის რაც დაგჭირდება, ჩაიცვა. იმიტომ რომ არ იცი ისიც როდის დაგჭირდება, რაც შენია. ყველაფერი უნდა გქონდეს. შესაბამისად, უნდა გამერეცხა ეს ტანსაცმელი, რასაც ეხლა და 1 წლის მერე, წარმოიდგინეთ, ეგოს დაკარგვის შემდეგ და რაღაც 4 თვე რაღაც გასხივოსნებულ მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ 1 წლიანი რეგრესი, სრული რეგრესის სტაგნაცია, იძულება საკუთარი თავის, ანუ რომ კიდევ უფრო გაძლიერდე და ის რომ მე არ მაქვს სურვილი ახლა ჩავიცვა ლამაზად ან ქალურად ისე როგორც შენ მოგწონს, მაგრამ კარგი რახან მე შენ მიყვარ ხარ, მე ვიზავ ამას ასე. და ანუ ის რასაც ხელოვნური ადამიანი გთხოვს, ანუ უსულო ადამიანი შენს უსულოდ და ხელოვნურად აკეთებ. ანუ მე ძალიან ხელოვნურად ვიცმევდი, ეს არ იყო ჩემი და ძალიან ამ ყველაფერს როგორ თქვა, ხელოვნურ თითქოს სპეციალურადაც ვაკეთებდი, რომ უარესად ანუ ვითომ აი მაგალითად ვითომ იუბკა ჩავიცვი, მაგრამ სპეციალურად ისე ჩავიცვი, რომ არ მიხდებოდეს. რაღაც პატარა ქალს ვგავდე ან რაღაც არა ესთეტიური იყოს. აი ეს უკვე ჩემში იყო. იმიტომ რომ ეს მივიღე მე ჩემი პარტნიორისგან. და ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი. უგზო-უკლოდ საინტერესოა, რომელზეც ჯერ კიდე ძალიან დიდი დაკვირვება, ძალიან დიდი დრო ჭირდება, რომ მე ბევრი დეტალი მასში გავაცნობიერო, როგორ იყო და ანუ წერისას ყოველთვის ეს რაღაცეები იშიფრება ხოლმე და იმედია დავწერდა. კიდე ის მდგომარეობა, რომ მე მაგალითად ეს ადამიანი რომ მოვიდა ჩემთან, თქვი რომ საერთოდ ოჯახის სურვილი არ მქონია. თავისუფალი ურთიერთობა მინდოდა სრულად არანაირი პირობებით, არანაირი და ანუ მან დამიყენა რომ შენ არასწორი ადამიანი ხარ, ესეთი და ჩამწვა ჩარჩოებში, რომელსაც მე თვითონ ვეტეხავდა და თვითონვე ამახინჯებდა. და მე თვითონვე მეუბნებოდა რომ შენ უნდა ანუ ფაქტიურად შენ უნდა მაპატიო, ხო? ანუ სხვანაირად ცუდი ადამიანი ხარ. და აი ესეთი მარტივია ის რომ მე შენ თავზე ცდილობ იმუშაო, განსაკუთრებით ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბიპოლარული აშლილობა, ძალიან მარტივია მათი, ასე ვთქვათ, წყობიდან გამოყვანა, მათი ნერვულ სისტემაზე მოქმედება და ასე შემდეგ. და ძალიან კარგი
გამოცდილება იყო როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა სრულად აგრიოს. როგორ შეიძლება საერთოდ ძალიან სიმშვიდე და ძალიან კარგი მდგომარეობიდან გადახვიდა საშინელ ტრავმებში და ტრაგედიებში და იმის მიუხედავად რომ თითქოს ემოციები, მიჯაჭვულობები, ყველაფერი დაძლეული გაქვს, შენში აგრესია იფეთქებს და ანუ აგრესია კაია, ეგ არ არის ცუდი. პირიქით, ანუ თუ აგრესია მოგდის, უნდა იფეთქოს ამ აგრესიამ და უნდა ამოიღო შენი ემოციები, არაფერი არ უნდა შეინახო. მაგრამ მაგ მდგომარეობამდე რომ იყავ ხარ ადამიანს, ესე იგი თან, როდესაც მაღლა ხარ რაღაც დონეზე და მაგ მდგომარეობამდე მინდიხარ, ესე იგი ხვდები რომ ეს არასწორია, ხო? შენ არასწორად იქცევი და შენ საბამისად შენ თავში ისევ ბრუნდები, რომ შენ დანაშაულის გრძნობა გიჩნდება, რომ ესე არ გეკადრება მოქცევა. რაღაც სიტყვებიც იყო, რომ ანუ მაგალითად იყო ესეთი მომენტი, რომ ამ ადამიანს აღარ მიწერო და ეს ჩემგან როგორც კი ამოვიდა, ღმერთო, მაგ დღეს უთხარი უნდა დავშორდეთ, იმიტომ რომ მე ჩემ თავს ვერ ვაკონტროლებ. აშკარად მე აღარ ვარ ის ადამიანი, რომელიც აქამდეც ეგოიანადაც კი რო ვიყავი. იმიტომ რომ ესეთ რაღაცას ცხოვრებაში არ ვიკადრებდი, რომ მეთქვა და ეს რო დავაფიქსირე, ეს შემზარდა ჩემი თავი, რასაც ქვია. და ანუ ხვდები, რომ უნდა გაუშვა და როგორც კი გავუშვებდი, მერე ვაანალიზებდი, რომ მე არ უნდა გავუშვა. მან მივხვდი, რომ მე არ უნდა გავუშვა ეს ადამიანი, მე არ უნდა დავშორდა, იმიტომ რომ ესე იგი ბოლომდე გაკვეთილი არ მაქვს ნასწავლი და რა თქმა უნდა 1-2 თუ 3 იყო ეს დაშორებები ჩემგან, ჩემი ინიციატივით, იმიტომ რომ ვეღარ ვიტანდი, მაგრამ ყოველ ჯერზე ისევ და ისევ მე ჩემს თავს ვთხოვდი, რომ მოდი ახლა ისევ შენ თავზე იმუშავე, ისევ შეეცადე შენ იყოს სწორი ადამიანი და სწორედ მოიქცე. აპატიო, 72 გზის აპატიო ქრისტე ამბობს, აპატიო, კი ბატონო, იმას სიცრუე აქვს, ესეთი ცუდი თვისება აქვს, ასეთი თვისება აქვს, ისეთი თვისება აქვს, ნუ განსჯი, აპატია მიიღე და ასე ჩათვალეთ. შენ აქეთ ამ მხრიდან მუშაობ შენ ეგოზე, ოღონდ შენ ეგოზე არა, შენში შემოსულ ეგოზე, რომელიც შენ საერთოდ არ იყო, აღარ იყო შენთან ეგო. და მუშაობ ამის ეგოზე, მაგრამ ყოველ ჯერზე, იმიტომ რომ აქეთა ადამიანი არ მუშაობს თავის თავზე, ამაზე ხშირად ყოფილა კითხვები და მე 2 ვიდეო მაქვს მაგაზე ჩაწერილი, რომ შენი ბრალია ყველაფერი, გავაზიარებ მაგ 2 ვიდეოს, თუ ვისაც დაგჭირდებათ მომწერეთ, ან მეორე წადი, რაღაც ელოდები, წადი, მაგრამ აქ ვიცოდი, რომ წასვლა არ იქნებოდა ჩემთვის სწორი გამოცდილება. და ანუ ამ ადამიანის ეგოს რეალურად კურნავ ყოველ ჯერზე ამ ადამიანის რაღაც ცუდ პატერნებს შენს თავში ამუშავებ, ტრავმებს ამუშავებ, ჩემში ვამუშავებდი მის ბავშვობის ტრავმებს. თქვენ არ წარმოგიდგენიათ რა გამოცდილებები მივიღე. არა მარტო ბავშვობის, გენეალოგიურ ტრავმებსაც, ხო, ნუ წინაპრების ტრავმებსაც და ძალიან ბევრ რაღაცას. ჩემში იყო ეს ყველაფერი და მე ჩემს თავში ვამუშავდი, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ადამიანთან როგორ იყო ეს სულიერ სინათლის დაბნელებაო და სინათლიდან მოწყვეტაო. ყოველ ჯერზე, როდესაც მე ადამიანებს ვეხმარებოდი და იცით კონსულტაციებს ვატარებ და რაღაც პერიოდი დავწერე კიდეც რა 1-3 თვე კონსულტაციებს საერთოდ აღარ ვატარებდი, იმიტომ რომ იმ დონეზე მოდიოდა ჩემი გათელვა, იმით რომ ხუმრობებით და ჩემ მეგობრებთან ხუმრობებით და ჩემმა მეგობრებმა ძალიან კარგად იციან და ყველამ, ვისაც ჩემთან კონსულტაცია ქონიათ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, რა გამოცდილება მიგიღიათ და რა თვეების მერეც რომ წერენ ადამიანები. აი მაგალითად, მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც კონსულტაციას ჩაატარებს და მეორე კვირას ელოდება, რომ აი კიდე როგორც ფსიქოლოგები მაგალითად ხშირად არის, რომ ერთი კონსულტაცია, მეორე, მესამე, მეოთხე და ანუ მთელი თვის მანძილზე 8 კონსულტაცია მაინც უნდა ჩაიტარო და კიდე უნდა გააგრძელო 5 წელი ესე და მე არ ვარ ეგ ადამიანი, მე პირდაპირ გაძლევთ გზებს, როგორ სამ გზას ძირითადად, რასაც ვაძლევ ხოლმე ადამიანებს, რომელსაც იწერენ და თვითონ მუშაობენ საკუთარ თავზე და მე მომდის წერილები 6 თვის მერე, მე მომდის წერილები 1 წლის მერე, 3 თვის მერე, 2 თვის მერე, როდესაც ადამიანები წერენ, რომ ძალიან დიდი მე საერთოდ კონსულტაციების გარეშეც voice-ებს რო წერ და პასუხობ ძალიან ბევრ თქვენ მონაწერს, ისეთი კომენტარები მომსულია, რომ რავი, მე თვითონ რო შოკში ვიყავი, რომ რა დონეზე შემძლებია
ღმერთის საშუალებით სამყარომ რა დონეზე მომცა ეს ძალა, რომ მე დავეხმარე ამ ადამიანს პატარა ერთწუთიანი ვოისით და იქ ვიღაცა სიცოცხლე შეუნარჩუნე თუ რაღაცას სიკეთე გავაკეთე, ეს ჩემთვის არიცით რა დონეზე მართლა მაგარი რაღაცაა და მანდ ვგრძნობ, რომ ჩემი არსებობა საჭიროა სამყაროში. და ამ მდგომარეობაში, მოკლედ, როდესაც ვამუშავებ მის ტრავმებს, თუ ეს ადამიანი აქეთ ამხარეს არ მუშაობს თავის ტრავმებზე, ყოველ ჯერზე ჩვენი ერთი ძილიც კი საკმარისია ადამიანთან, მე არ ვამბობ სექსუალურ ურთიერთობას, ძილიც კი საკმარისია ადამიანთან, რომ მისი ეს, იმიტომ რომ ღამე არაცნობიერის ველი არის აქტიური და ცნობიერის არის გათიშული ფაქტიურად და შემთლიანად არაცნობიერი ტალღები ერთმანეთს ეჯახება, ერთმანეთში იკვეთება და ისევ გადმოდის შენში მისი ტრავმები, რომლებიც მას არ დაუმუშავებია, შენ აქ დაამუშავებ, მაგრამ მასში არაფერი დამუშავებულა. მე მქონდა განცდა, რომ კვანტურად, იმიტომ რომ ფოტონი, მაგალითად სარკისებული ფოტონებით თუ გაგიგიათ, რომ ერთი იქით წავიდა, მეორე აქეთ და დამკვირვებელი თუ ამას ყავდა, ის სარკისებულიც დამკვირვებლის პოზიციაში აღმოჩნდება. და რატომღაც მაგ განცდა, რომ რაღაც მინიმალურ 50%-ით მაინც მე რამდენსაც ვამუშავებდი, მასშიც მუშავდებოდა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ამ ადამიანს დიდი ზრდა ჰქონდა და ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომ როგორ უნდა დავტოვოთო ასეთი ადამიანიო იმაში მოსახვევშიო თუ რაღაცა რა, ეგეთი კითხვა დასვეს და არ უნდა იფიქროთ მის დატოვებაზე. მე ჩემი გამოცდილებით გიხსნით, არ უნდა იფიქრო მის დატოვებაზე, პირიქით, თქვენი მეშვეობით ის აუცილებლად ცოტათი უკეთესი ადამიანი გახდა. და მე ეს დავინახე კიდეც და მე ამით, ვამაყობ კიდეც. მაგრამ ზუსტად ის მომენტი, რომ ის ადამიანი თვითონ წავიდა, ეგ იყო ჩემთვის ყველაზე დიდი შვება. ეგ მოხდა ზუსტად მაშინ, როდესაც შეიძლება მე თვითონაც ვაიძულე მას წასვლა. მაგრამ ფაქტია, რომ მე არ წავსულ ვარ, არ დავშორები ვარ. თავს რო ცდილობ გაიმართლა, რა მართლა ეგრე იყო. ეხა ისეთი არაფერი მიქნია, რომ რავი, გამომეწვია ესეთი რაღაცა და წასვლა, მაგრამ პირველ რიგში ჩემმა სხეულმა დაიწყო თავდაცვის მექანიზმი. ჩემმა სხეულმა დაიწყო თავდაცვის მექანიზმი იმ დოზით, რომ წარმოიდგინეთ ადამიანი მე რომ ეხებოდა, თვითონ ცუდად ხდებოდა. ანუ ძალიან დიდი მადლობა ჩემ ფარველ ანგელოზებს, რომ ესე მიცავენ, ძალიან დიდი მადლობა. ჩემ სულის გამოცდილებას, რომ ესე ძლიერია. წარმოიდგინეთ 6 თვის მანძილზე ესე იყო. მისთვის უკვე გაუსაძლისი იყო, იმიტომ რომ თვითონ ლევიათანი ისეთი დემონია, რომელიც მხოლოდ მატერიალურზე და მიჯაჭვულობებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ ვისშიც არის ის ადამიანი ხო იტანჯება მაგისგან და იმ ადამიანს ხო გააჩნია საკუთარი სხეული, რომელიც იმუნური სისტემით ფიზიკურად სუსტია მაინც. იმიტომ რომ ფიზიკური სხეულია და ფიზიკურმა სხეულმა დაიწყო ტანჯვა. შესაბამისად, მისთვის უკვე გაუსაძლისი იყო ჩემთან ყოფნა. და გარდა ამისა, ბოლოსკენ მე გადავწყვიტე, რომ მისთვის ენერგია აღარ მიმეცა და ეს ენერგიის არ მიცემა გამოიხატებოდა იმაში, რომ დავწექი უბრალოდ და ჩუმად ვიყავი და საერთოდ ხმას არ ვიღებდი. ანუ არანაირ ემოციას, არანაირ სიტყვას არ ვამბობდი, საერთოდ ვიყავი ჩემს თავში ცუდად. და ენერგია რო ვეღარ წაიღო ადამიანმა 2 დღეში, ზუსტად 2 დღეში. ანუ 2 დღე კი არა, ბიპოლარი რო გაქვს ადამიანი, ზოგჯერ 2 კვირაც შეიძლება ცუდად იყო და თუ გიყვარს ადამიანი, ისეთთან უნდა იყო, როგორც არის, ხო? და ცუდად თუ არის, უბრალოდ გვერდში უნდა დაუდგე. და ამ 2 დღის მანძილზე ზუსტად მოხდა ის, რომ შენ ვიღაცას ციცელის სმაილი მიწერა და მე კიდე მაიგნორებ. და ამ მიზეზით წავიდა ეს ლევიათანობა ჩემგან და ძალიან მიხარია ასე თუ ისე. რა თქმა უნდა, ამ ადამიანის არც სახელი იცით, არც გვარი და არც მინდა რომ იცოდეთ და არც არის ეგ ჩემი მიზანი არანაირად. პირიქით, წარმატება მინდა ვსურვოთ და იმიტომ რომ ჩემი წვლილი დევს მის წარმატებაში. ამიტომ მე ყოველთვის ვიმარიაჟებ, ვინც იცნობენ, მათთან ყოველთვის ვიმარიაჟებ, რომ მე რაღაცა შევძელი და უკეთესი შევქმენი ვიღაცის ცხოვრებისგან, ვიღაც ცხოვრებას მიმართულება და გზა მივეცი. ამიტომ ესე რომ დავტოვო და ის ცუდად ვამყოფო და
რაღაცა და შური ვიძიო, ეგ არის ძალიან დაბალი დონე. და პირიქით, თუ თქვენთან ესეთი ადამიანი მოვიდა, გახსოვდეთ, რომ თქვენს წინა ცხოვრებაში რაღაცა მათთანაც მიქარული ქონდათ და ეხლა უბრალოდ ვალი გაისტუმრეთ. ზუსტად ამიტომ იყო, რატომაც მე არ დავშორდი ამ ადამიანს და ზუსტად ამიტომ არის, რომ მე ეხლა სრულად განცდა მაქვს იმის, რომ სრულიად იმის შეგრძნება მაქვს, რომ მე ჩემი კარმული ვალი გავისტუმრე და ძალიან დიდი თავისუფლებაა ეს და კიდე ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, რასაც დრო და დრო გავაცნობიერებ და გაგიზიარებთ. ხო. მგონი დღეს საკმარისი იყო, არ ვიცი რამდენი ხანი ვისაუბრე, მაგრამ მგონი დღეს ამ ჩემ პირად ისტორიაზე და გაზიარებულ ინფოზე რა გამოცდილება მივიღე 1 წლის მანძილზე. საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდოთ და ვფიქრობ, რომ თქვენც შეგიძლიათ არ ამგონია თქვენთან ეშმაკები და ლევიათანები მოსულიყვნენ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არ არის დემონი, მაგალითად, როგორც ფარველი, ანგელოზი, მიქაელი ან ვიღაცა, ხო, ყველასთან არის, ანუ ბევრთან არის, ყველასთან, რა თქმა უნდა, ვისაც არ აქვს მისი მის სურვილი და მისი ცნობის სურვილი, იმასთან არ იქნება, ხო? როგორც ეს ანგელოზები და კონკრეტული ფერიები იქნებიან თუ დემონები იქნებიან, ყველასთან არიან, ვისაც ჯერა მათი, ზუსტად ისე ეს დემონიც, ანუ ეს დემონი არის ის ენერგია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება იყოს ერთდროულად. ეს არ არის უბრალოდ იმ ადამიანს იღებს რა. ის ადამიანი ეძლევა თვითონ, თორე ისე არ აქვს არანაირი ნება და უფლება დემონს რო შევიდეს ადამიანში, არანაირი. თუ ის ადამიანი არ შეუშვებს მას. შესაბამისად ეს იყო ჩემი გამოცდილება და აწი მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ის ტანსაცმელი, რომელიც ესე მიგდებული მქონდა და სხვის სურვილებზე დადიოდა და ვაიმე როგორ გავაკეთო და ვაიმე კაი ბავშვი მეყოლება და ვაიმე კაი მოდი ესე ვქნათ როგორც ჩვენ გინდა და ისე ვქნათ როგორც ჩვენ გინდა, აი ეს რომ ეგო არ გაქვს და მანდ რო ხვდები რომ თურმე ეგო საჭიროა ან ურთიერთობა თუ გინდა და თუ გინდა რომ შედგეთ თუნდაც ურთიერთობაში ან საერთოდ ურთიერთობა სოციუმთან თუ გჭირდება, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან გაგიჭირდება და ეგო ქრისტესაც გონდა, წაიკითხეთ პერსონაჟს იგრძნობთ, სახარება წაიკითხეთ და იგრძნობთ პერსონაჟს. შანსი არ არის რომ პერსონაჟი არ იგრძნოთ, როგორი ტიპი იყო ქრისტე. იმის მიუხედავად სხვადასხვა ადამიანი აღწერდა მას, იმიტომ რომ მისი საუბარი, მისი თუნდაც საყვედური, მისი თუნდაც დამოკიდებულება, მისი თუნდაც რაღაც მომენტებში რაღაცის შეცნობა ზუსტად ისეთივეა, როგორც დღეს შეიძლება იყოს ჩემი და კიდე ვიღაც ადამიანების. კი, მე მაქვს იმის უფლება, რომ შევედარო ქრისტეს. და ვინც ამას მე მიკრძალავთ, ხო? თქვენშია პრობლემა. იმიტომ რომ თქვენ ვერ აღიქვავთ რა იყო ქრისტე და რას გასწავლიდათ ქრისტე. ქრისტე არის ცნობიერება, რომელსაც ყველა ადამიანი უნდა მიუტყდეს. მე უფლის შვილი ვარ, დიახ. მე დედის და მამის შვილი ვარ და ასევე მე ვარ დედამიწის და მამა ზეციერის შვილი. როგორც ყველანი თქვენთაგანი. ამიტომ ის რომ მე არ ვაღიარო ჩემ თავში ღვთაებრიობა და ის რომ მე ვარ დედოფალი, ის რომ მე ვარ ღვთის შვილი, შესაბამისად ნიშნავს რომ მე ღმერთის არ მწამს. და რატო? კი, შეიძლება მე მინუსები მქონდეს, კი შეიძლება მე ნაკლოვანებები მქონდეს და რაღაცები, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ მე არ უნდა ვიყო მაგდონეზე და არ უნდა ვცდილობდე რომ მუდმივად მაგას მივაღწიო. სახარებაში არის ესეთი მომენტი, რომელსაც აუცილებლად მოვძებნი მე და გაგიზიარებთ, თუ თქვენ იცით დაწერეთ, სადაც ქრისტესთან მიდის არა ებრაელი ქალი, ასე ვთქვათ და ანუ შენო ჩემი ერის არ ხარო და შენ რატო დაგეხმარო და განა როდესაც სუფრაზე ჭამთო, ძაღლებს არ აძლევთო პურსო, ესე მიმართა მაშინ იმ ქალმა და ყოჩაღო ქალო, მოკლედ ბრძენი ყოფილხარო თუ რაც არის, არ მახსოვს ახლა სიტყვებზე არ გამომეკიდოთ და განკურნების ანუ აძლევს მას ნებას რომ განიკურნოს ფაქტიურად. და ნებას აძლევს რომ ვამბობ, ანუ იმ ქალის რწმენამ განკურნა ისევ ის და არა იესოს სასწაულმა, თვითონ იმ ქალის რწმენამ განკურნა ის. და თავის სოფელში რომ ვერ ახდან სასწაულებს, მაგასაც დაუკვირდით და შესაბამისად იესოც სწავლობს თავის გზაზე, არ დაგავიწყდეთ.
და იესოც ხვდება ეშმაკს და განსაცდელებს და იმებს, რა ქვია, ცდუნებებს უпростоრად. ამიტომ მოდი თქვენ შეეცადეთ, რომ ქრისტესნაირები იყოთ და უფრო უკეთეს სამყაროში ვიცხოვრებთ. და სხვას ნუ განიკითხავთ იმის გამო, რომ ამბობს, რომ მე ქრისტე ვარ, ან თუნდაც რავი, მე წმინდანი ვარ. რატო არ უნდა იყოს? რატო არ პირიქით შეუწყეთ მას ხელი რომ იყოს. ხო. დანარჩენი თუ ამას არ ეთანხმებით, თქვენ პირიქით არ აღიარებთ ღმერთს, არ აღიარებთ ადამიანში ღმერთის ხატებას და მგვანება უკვე თქვენზეა. თქვენ უნდა დაემსგავსოთ. და ყველა ვწდებით, აგერ წეღანა მაგალითიც მოგიყვანეთ, ქრისტეც ცდება, რომ სხვა ადამიანს, სხვა ერთ ადამიანს არ ეხმარება მან. მაგრამ ბოლოს აღიარებს თავის შეცდომას და ეხმარება. ამიტომ ეს არის გზა, რომელშიც ყველამ უნდა შევბედოთ შესვლა. გისურვებთ წარმატებას, დიდ სიყვარულს, თქვენი ნინო. რა მოგწეროთ მეტი?